არის დამატებული. მეორე არის დღეს მე და ფისუნია გავსინჯებთ ნამდვილ აჭარულ კერძებს. მე პირველად უნდა გავსინჯო ბორანო და სინორი. ორი კერძი გვინდოდა სულ, მაგრამ რამდენი რაღაცა აღმოჩნდა მაგიდაზე. პირველად უნდა გავსინჯო ბორანოს და როგორც მითხრეს, ყველში ამატებენ ადუღებულ კარაქს და ანუ მთავარი წესი ეგ არის ამ კერძის. აბა გავსინჯოთ. როგორც მითხრეს, ეს კერძი აუცილებლად უნდა ვჭამოთ ხელით, არანაირი ჩანგალი. რადგან კარაქში არის მომზადებული, მეგონა კარაქის გემო ექნება, მაგრამ საერთოდ არ აქვს კარაქის გემო და ძალიან გემრიელია. პირველად გავსინჯე და ძალიან მომეწონა. და ყველი საერთოდ არ არის მარილიანი, იმიტომ რომ როგორც გვითხრეს, მომზადებამდე თხელ ადუღებულ წყალს ასხავენ, რომ მარილი გაუვიდეს. ამიტომ იდეალური მარილის დონე არის. და მოდით გავსინჯოთ სინორი. ბორანო ძალიან მომეწონა და ძალიან მაინტერესებს ახლა სინორი მომეწონება თუ არა. როგორც გვითხრეს, არსებობს ორი ვარიანტი სინორის, მარილიანი და ტკბილი უფრო. ეს არის ნადუღით გაკეთებული და ტკბილი ვარიანტი კეთდება თხილით. მეორეც არის დამატებული. უკაცრავად ეს ჩემია. ძალიან გემრიელია, ნიორიც არის დამატებული, თვითონ ცომის ირგვლივ არის ნადუღი, მოკლედ ძალიან მომეწონა აჭარული ნამდვილი კერძები. ისეთი განსხვავებული და გემრიელი გემოებია, რომ შედარებაც კი ვერ ვიპოვე, რასთან შეიძლება შევადარო. ამიტომ აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ ნამდვილი აჭარული კერძები. და ჩემი აზრით, მსგავსი კერძები და ზოგადად აჭარული კერძები უნდა გასინჯოთ აი ეგეთ ადგილებში, ნამდვილ აჭარულ ოჯახში, საოჯახო რესტორანში, მით უმეტეს ჩემს უკან როგორც ხედები არის ეგეთ ადგილებში.